თბილისის მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებულები ან ის პირები, რომლებსაც ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ იძულებული გახდნენ წამოსულიყვნენ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის და პეტიციაზე ხელმოწერის გამო, აღშფოთებას, გაკვირვებას ვერ მალავენ შაბათის ეთერის ახალი ჟურნალისტური გამოძიების ხილვის შემდეგ. Ამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ერთი რიგითი საჯარო მოხელე შეიძლება გახდეს მილიონერი სამსახურიდან წასვლის შემდეგ და თანაც ისე, რომ კამერების წინ ამტკიცებდეს, რომ ყველაფერს საკუთარი განათლებით და შრომით მიაღწია, ოღონდ აქედან არაფერი დასტურდება დოკუმენტებში და ოფიციალურად. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ასე უკანონოდ გაათავისუფლეს, იძულებული გახადეს, რომ სამსახურიდან წამოსულიყო, არის ნანიკო ბრეგვაძე და ის დღეს ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ 11 წლის განმავლობაში ემსახურა საქართველოს, იყო საჯარო მოხელე, ყოველ დღიურად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, პირნათლად მას 2 უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, აქვს ახლაც რა თქმა უნდა და აქვს განათლება საიმსოდ, რომ მსგავსი სამუშაო შეესრულებინა, თუმცა მაშინ, როდესაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას ხელი მოაწერა, უთხრეს, რომ 11 წლიანი სტაჟი უბრალოდ არაფერია და რომ მას პრაქტიკულად ხელფასი უნდა განახევრებოდა. რა თქმა უნდა, დღეს ნანიკო ბრეგვაძე ამბობს იმას, რომ შეუძლებელია საჯარო მოხელეს ასეთი რაოდენობის თანხა დაეგროვებინა და თანაც რა თქმა უნდა დამატებითი კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როდესაც სავარაუდოდ ფიქტიური მფლობელი არის ასეთი მილიონიანი ქონების, უძრავი ქონების მფლობელი და კითხვები ისმება სწორედ ირაკლი ხმალაძესთან, რომელიც არის კახა კალაძის მოადგილე, რატომ ინარჩუნებს ის დუმილს და რატომ არ აკეთებს თუნდაც საჯარო განცხადებას. ძალიან ბევრი მეცადინე, ძალიან ბევრიც ვისწავლე. დღე-დაღამეს ვათენებდი მეცადინეობაში, 2 უნივერსიტეტიც დავამთავრე, მაგრამ დღეს ქირით ვცხოვრობ და ის ქირის გადახდის შესაძლებლობაც აღარ მაქვს, ვინაიდან თბილისის მერიამ დამითხოვა სამსახურიდან. გახლავართ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმომწერი ერთ-ერთი, სადაც ეწერა ტექსტი, რომ არ ვეთანხმებით ევროინტეგრაციის შეჩერებას. შესაბამისად, აღნიშნულ ტექსტზე მოხდა ჩემი ხელის მოწერა და მას შემდეგ დაიწყო თანამშრომლების დევნა და იყო 2 დასჯის მეთოდი, დაქვეითება და სამსახურიდან გაშვება. კითხვა მინდა დავუსვა მათ, რას სწავლობენ, რას მეცადინეობენ, ისეც რომ მე პირადად ერთი საკუთარი ჭერის პატარა ბინის შეძენა ვერ შევძელი და თვითონ ვილებს იძენენ. აი, რას სწავლობენ, ერთი მეთოდი მაინც გამიზიარო. ჩვენი გაშვება ერთ მნიშვნელოვნად და ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და რაც შეეხება რესურსებს კი ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებთ, როგორ იზრდება ხელმძღვანელი პირების ხელფასები. მაგალითად, თუ მერის ხელფასი 2015 წელს, როცა მე დავიწყე მუშაობა, იყო 3000 ლარი და ჩემი ხელფასი 1000 ლარი იყო. ეხლა მერის ხელფასი არის 9000 ლარი და ჩემი პოზიცია ბოლოს მომატებულით იყო 1400 ლარი. ხო ხვდებით რამ ხელასხვაობაა 400 ლარი ნამატი სპეციალისტ, როცა მას 6000 ლარიანი ნამატი აქვს და ასევე მერის მოადგილებსაც და ესეც არ იყოს, აი ამ 10000-იანი ლარითაც კი ვერ იყიდის საჯარო მოხელე, იმხელა ქონებას ვერ დააგროვებს მილიონებით სახს, ხო? ანუ აი ამ ხელფასის პირობებში ძალიან გაჭირდება იმ სიმდიდრის მობილიზება და აი ისეთი ძალიან დიდრული სახლების აშენება თან არაერთის, ხო? ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფინანსების არამართლზომიერ გამოყენებასთან, ალბათ კორუფციასთან, ეს განხრის მკვლევარებმა უნდა იკვლიონ ალბათ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს არის განგაშის შემოკვრის ძარი. ბეთანიაში აშენებული მილიონიანი სასახლის სავარაუდო ფიქტიური მფლობელი არის თამარ მელიქიშვილი, ის თბილისის მერიის ქონების მართვის უფროსის ყოფილი მოადგილეა და ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტები და მოპოვებული მტკიცებულებები აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ქონების რეალური მფლობელი არის თბილისის მერის კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე. პირდაპირ ეთერში ლიზა ლასარეიშვილი საუბრობდა, მადლობა ლიზა.